რეპრესიები პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ გრძელდება ბათუმში. გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე 8 პირი დააკავეს, მათ შორის იყო გამოცემა ბათუმელების ოპერატორი გურამ მურვანიძე და ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. გუშინდელი პროტესტის მთავარი მიზეზი ასევე ბათუმელების დაკავებული დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდაჭერა იყო. ხმაური აქციაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ელენე ხოშტარიამ სტიკერის დაკვრასცა და წარწერით გაიფიცე. 8 დაკავებულიდან მხოლოდ ხოშტარია და გიორგი კირთაძე გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. კიდევ რამდენიმე პროცესია დღეს ბათუმში დაგეგმილი დეკემბრის მსვლელობების საქმეზე. ამ პროცესებზე დეტალურად თამარ თედიაშვილი მოგვიყვება. ახსოვ რეპრესიები, დაშინების მცდელობა, პროტესტის ჩახშობის მცდელობა სწორედ ასე აფასებენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში ბოლო 46-47 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და უკვე გუშინ წინ ბათუმშიც დაიწყო სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დააკავეს მათ მოქალაქეები და ეს დაკავებები სწორედ პლაკატების გაკვრის შემთხვევებს მოხდა. როგორც ისინი ამბობენ, სრულიად უმიზეზოდ აკავებენ აქციის მონაწილეებს და ეს არის სწორედ რეპრესიები ხელისუფლების მხრიდან. რაც შეეხება დაკავებულებს, როგორც აღნიშნეთ, გუშინ 8 პირი დააკავა და პოლიციამ აქციაზე 2 მათგანი გუშინვე გაათავისუფლეს, 6 ჯერ რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში, სულ ბოლო 24 საათში გუშინ წინ 20 ადამიანია ბათუმში დაკავებული და მათგან 14 ჯერ კიდევ რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში. არ ვიცით, როდის ჩაინიშნება მათი სასამართლო პროცესები. 11 იანვარს დაკავებულების სასამართლო პროცესებს ჩვენ დღეს ველოდებით, თუმცა ამ წუთებში იწყება სასამართლო პროცესები 16 დეკემბრის საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო დღე, როდესაც მოქალაქეებმა რიგით საპროტესტო დღეს გადაკეტეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გზა და მათ მოგვიანებით მოუვიდა ჩეტყობინება, რომ მათ წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება, მათ დაარღვიეს მოქმედში, ნათქვამია, რომ მათ დაარღვიეს კანონი და უკანონოდ გადაკეტეს გზა. ადვოკატის განცხადებით ეს არის შეუსაბამო ბრალდება, რადგან იქ იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი გზის გადასაკეტად და როგორც თამარ წულუკიძე აცხადებს, ისინი მოითხოვენ ამ პროცესების მიმდინარეობისას, რომ დაიკითხოს მოწმეები, ასევე განიხილონ ვიდეო მტკიცებულებები და სამართლიანად შეაფასოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ამ ადამიანების საქმე. 12 დაკავებულის 12 პირის წინააღმდეგ იქნება დღეს სასამართლო პროცესები და რამდენიმე წუთში ველოდებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ეს განხილვები დაიწყება. 4 საათის განმავლობაში ბათუმში დააკავეს 20 ადამიანი. 11 იანვრის აქციაზე დაკავებული არის 12 პირი, ნაწილი ხელწერით არის გამოშვებული, ხოლო გუშინ დააკავეს 8 ადამიანი. მათგან ნაწილი იმყოფება ფოთის იზოლატორში და ველოდებით, როდის მოხდება გადმოყვანა და სასამართლოსთვის მასალების გადაცემა. რაც შეეხება 16 დეკემბრის ამბავს, ამ საკითხთან დაკავშირებით პროცესი დღეს იმართება. 12 ადამიანს ეხება საკითხი, რომელთა მიმართებით შედგენილი არის ადმინისტრაციული ოქმები და მათ ედავებიან გზის უკანონო გადაკეტვას, თუმცა ჩვენ თვლით, რომ აბსოლუტურად საკმარისი რაოდენობის ადამიანი იყო იმისთვის, რომ მოცემული გზა გადაკეტილიყო და აბსოლუტურად ჩნდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მათ მიერ განხორციელებული ქმედება, რომ გარიყვნენ აქციას და გამოეხატათ საკუთარი პროტესტი. ნახეთ უკანონობა და რეპრესიები და როგორ იქცნენ სამართალდამცავები ოცნების ძალოვან განყოფილებად. დღეს ჩვენ ვართ საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ათეულობით ჩვენი თანამოქალაქის უკანონო პროცესები უნდა გაიმართოს უკანონო მოსამართლეების მიერ და საერთოდ ეს სასამართლო უსამართლობის სიმბოლო გახდა ოცნების პირობებში. ყველაზე მეტად მათ ეშინათ ახალგაზრდებს და სტუდენტებს, რომელთა წინააღმდეგ არანაირ ბერკეტი არ აქვს და ვერანაირად მათ ვერ აშანტაჟებენ. ამიტომ მათი მთავარი სამიზნე ისინი გახდნენ, მაგრამ მათაც დავიცავთ, აბსოლუტურად ყველას დავიცავთ. თავარი არის მოქალაქეები გამოვიდნენ და აქ იდგნენ ჯიუტად იმისთვის, რომ ამ ხელისუფლების უკანონოები აღიკვეთოს. ივანიშვილმა სახელმწიფო მთლიანად მიიტაცა თავისი სტრუქტურებით, მათ შორის აი ეს სასამართლო, რომელიც აქ დგას, ეს არის ჩვეულებრივი ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი. მას შეუძლია აქ მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც მას სურს და არა ის, რაც საზოგადოებას სურს. ყველანაირი სამართლიანობისგან, სიმართლისგან დაცლილი სასამართლო, ყველანაირი პასუხისმგებლობიდან დაცლილი სახელმწიფო სამსახურები და მათ შორის ივანიშვილის რეჟიმად ქცეული ჩვენი ქვეყანა. ეხლა მთავარი არის, რომ აქ მოვიდეს ბევრი ადამიანი, ეხლა მთავარი არის, რომ 7 საათი აქციაზე შევიკრიბოთ თავისუფლების კვარტალში მთავრობის სახლთან და ეხლა მთავარი არის, რომ დავიზარაზმოთ და მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში.
გუშინ და გუშინ წინდაკავებულებს შორის არიან გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელი და დიდი რედაქტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით სამართალდარღვევას, მას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას და ასევე გუშინ დააკავეს ბათუმელების ოპერატორი გურამ მურვანიძე ადმინისტრაციული წესით. ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან და მთელი დღის განმავლობაში ჩანიშნული პროცესების პარალელურად სასამართლო შენობასთან აქცია გაიმართება.